საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რუსთავი 2-ის მაყურებლებო, თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ. ნუ ახლა მინდა პირდაპირ თქვა, შეგაჩვიეთ არაჩვეულებრივ სტუმრებს და ამ ტრადიციას არ დავარღვევთ ჩემო ძვირფასებო, მე მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ადამიანები, აი უნიჭიერესი ადამიანები ნამდვილად და კარგი, თბილი, გემრიელი ხალხი. მოკლედ ნუციკო კახეთელიძე და ლევან ჩხაიძე სტუდიაში, ხო? ნუციკო კახეთელიძე და ლევან ჩხაიძე მუსიკოსები არიან, გვარიანი მუსიკოსებიც. ო, გვარიანი. ხათი გითხარით, ერთი კახეთელიძეა და მეორე ჩხაიძე მეთქი. ნუციკო რაჭველია. თუმცა რომ გითხე, საიდან ხარ მეთქი? მეოთხე დღეს მიპასუხა რაჭიდანო ბოშო. ლევანი კი გურული გახლავთ. მართალია სიმღერას დაკვრა ურჩევნია, მაგრამ აბდალა არა. ნუციკო ლევანის დაკვრაზე მღერის. აბა მაგის ჩიტია სხვის დაკვრაზე იცეკვოს. ლევანის და ნუციკოს ტანდემმა აშკარად გაამართლა, როგორც მუსიკალურად, ასევე ანეკდოტურად. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. სხვა არხზე გადართვა ისჯება სიცილის აღკვეთით 1-დან 7 დღემდე. ესე იგი, მადლობა რომ მომგზავნით, დაბრძანდით. ესე იგი, არ ვიცი, აი პირველი უნდა დავიწყო იქიდან რომ მადლობა რომ დრო კი არის რომ რაღაცნაირად ადამიანები ვერაფასებენ ხოლმე ისინი ვისაც ჭირდება ჩვენი დრო, მაგრამ ამ შემთხვევაში მადლობა მინდა გითხრათ რომ გამონახეთ ეს დრო და მობრძანდით ჩვენთან. მადლობა ამისთვის. დირექტ მადლობა თქვენ მოწვევისთვის. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მადლობა. ძვირფასო. მე გარკვეული მიზეზების გამო აღარ მაქვს სოციალური ქსელი და თქვენი ასე ვთქვათ, სიმღერებით ვეღარ ვტკბები ხოლმე რა. ესე ხშირად. ხო და მოვედი რომ დაგატკბო. ხო და ამიტომ ან ვუთხრათ რომ YouTube-შიც ნახავ. YouTube-ში კაი სიურპრიზებს გთავაზობდა ხოლმე და მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ორივეს მიმართ, თქვენი ნიჭერების მიმართ და მე რაღაცებს უსმენდი, ჩემო კარგო. რომელიღაც არხზე არ მახსოვს და თითქოს შეცდომით თუ არ მახსოვს, თქვენ თქვით რომ თვითნასწავლი ვარ, ხო? პროფესიით იურისტი. და რო გესწავლა, რას გაუკეთებდი ფორტეპიანოს? მაშინვე გამიჩნდა რომ მე კითხა და რატო მაგალითად ფორტეპიანო და არა გიტარაზე არ დაიწყო? მაგას მართლა აქვს ისტორია სერიოზულად. ხო და აი მაინტერესებს. აი სულ მეუბნებოდი რომ შეკარგად უგრავ ფორტეპიანოზე, გიტარასაც მარტივად ისწავლე ესა და იყო პერიოდები, აი კომპლექსი მქონდა მართლა, რომ აი ყველგან იმის გამო მეძახოდა რომ მე უგრავდი, ყველა კეიფობდა. ხო და იყო პერიოდი არსად არ დავდიოდი მაგის გამო, აი არსად შინაურის რომ მებადიშებოდა არ მივდიოდი ხოლმე და რაღაცა დროში გადავწყვიტე რომ მოდი კაი ვისწავლი გიტარასაც. დავიწყე და რაღაცა მესამე გაგვეთილი იყო, გამოვცხადით და ვეუბნები, გადავიფიქრე აღარ მინდა. მასწავლებელი რატო კაცო ჯერ არ დაგიწყია და მომისმენებ თაი ახლა წარმოვიდგინე სიტუაცია რომ რაღაცა მივედი და არ არის ფორტეპიანო და უცებ ვიღაცა გამოდის. შენ გიტარასაც ხო უკრავ? ხო მოვგალი. ხო. აღარა всё და ჩავხსენე გიტარა მაგის გამო და სამწუხაროდ. ხო და ეხა მე ვარ მაგ დღეში. სიმღერითაც ვღერდი, ოლევა. არა, მეგობრების გარემოცვაში. ხო, მაგრამ იხა ისე როგორც შეიძლება. ნუციკო მე მინდა ვთქვა ლევანზე რომ აკომპანიმენტს უკეთებს ისეთ მომღერლებს რომ თვითნასწავლი ამბავი აქ რაღაცა ისეთი ამბავი არის რა. აი რაღაცებს თვითონ რომ აი ხამას ხო შეიძლება დილეტანტი ვარ და ვარ კიდევაც, მაგრამ იქ ხდები რომ უცებ ისეთ რაღაცებს გთავაზობ რომ იმპროვიზაციის არ ვიცი სასწაული უნარი. უბრალოდ მაგარი ხარ, დაცილება დაუწყე ამ ყველაფერს და მადლობა ძალიან. ხო და თქვენს გადაცემებში ჩემთვის ხო სულ რაღაცა სიურპრიზები ხდება და ამის წინ რო ვიყავი ხო ქსოვრელებთან მოხდა ექსპრომტი და დღეს მოხდა ლევანთან. ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. ხო და ამას ეხლა ჩვენი მაყურებელი ხალხი რომ ნამდვილად პირველად ჩვენი მაყურებელი ეხლა ნახავს ნუციკო და მოდი ერთი სიმღერა დასაწყისშივე შევთავაზო ჩვენ
მაყურებელს თან ხასიათზე მოვალ და თან მერე გავაგზავნოთ. მოკლედ მოდი ესე ვიტყვი, რა ჩვეულებრივი დუეტი.